ეს არის ღია ეთერი ღია დისკუსიისთვის მე თეა სიჭინავა დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე. ნომერ პირველი საარჩევნო ოლქი. ვის ირჩევს მთაწმინდა? ვის თავაზობენ პარტიები მთაწმინდელ ამომრჩეველს? მთაწმინდაზე პირველ ოლქში ქართული ოცნება არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას, მინდა წარმატება უსურვო ქალბატონ სალომეს. ჯერა ახალი პარლამენტი იქნება საქმის პარლამენტი, ამ პარლამენტში ჩემი ადგილი ნამდვილად არის. რა იციან პოლიტიკოსებმა თქვენი პრობლემების შესახებ? ვიცი ძირითადი გასაჭირი ამ უბნების, რომელიც ამ დღეიდან უკვე ჩემი გასაჭირიცა. და რას გპირდებიან ისინი თქვენ? შენ და მე ერთნაირად გვინდა რომ ჩვენი შვილები უსამართლოდ არ დაიჩაგრონ. უკეთეს ეკონომიკაზე, უკეთეს სოციალურ პოლიტიკაზე, საპენსიო სისტემაზე. თავარი არის ის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ ისე როგორც ჩვენ გვახასიათებდა ეს. მაჟორიტარული მარათონი ღია ეთერში. პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია. უარი თქვი პირადი მოსაზრებები დღეს ჩაწერა. როგორც შევარდნაძემ თქვა ერთხელ სახში. სოფლიო ბანის ქართული პოლიტიკა. რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას? უღებელია ნაციონალური მოძრაობის გვერდითგომა. გადაწყვიტა რომ ჩვენ გუნდთან ერთად დამტოვებინა ეს პოლიტიკური გაერთიანება. ახალი პარტნიორები ძველების სანაცვლოდ. თქვენი პრიორიტეტი არის ის, რომ უნდა შევიდნენ საქმის კეთებები და რომ მოლაპარაკები პარლამენტში. ბურჭულაძის პარტიული და პროგრამული პრიორიტეტები. სოციალური დახმარება ეძლევა 500,000 ადამიანს. ჩვენ ამას გავხდით 1 მილიონს. პაატა ბურჭულაძის ღია ეთერი. პროპორციული სიების პარალელურად, რა თქმა უნდა, საინტერესოა მაჟორიტარული მარათონიც. ამ შემთხვევაში პარტიასთან ერთად ან მის გარეშე პიროვნებებს ირჩევთ. მაჟორიტარი არის თქვენი ხმა პარლამენტში. რამდენად კარგად იცნობენ მაჟორიტარობის კანდიდატები თქვენს პრობლემებს? ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ პირველი საარჩევნო ოლქი ავირჩიეთ. ეს არის მთაწმინდა და ჩვენი კანდიდატების მოსაზრებებს მოვისმენთ. საღამომშვიდობისა წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, მას მხარს უჭერს ქართული ოცნება. თამარ კორძაია, უსუფაშვილი რესპუბლიკელები, კოკა ფრუიძე, თავისუფალი დემოკრატები, გიგლა ბარამიძე, ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და აქვე განმარტავდა ვიტყვი, დავამატებ, რომ ჩვენ ასევე შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა რურუას. პასუხად მივიღეთ, რომ ნიკა რურუას საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს და შეხვედრები აქვს, ამიტომ ის დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ინტერაქტივი, რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტელეფონის ნომრები და აფიქსიროთ თქვენი არჩევანი, ასე რომ იაქტიურეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება, რომელი კანდიდატისკენ იხრება თქვენი სიმპათია. მოდით დავიწყოთ საუბარი ეხლა ჩვენს სტუმრებთან. ჩემი პირველი კითხვა იქნება, ესე ვთქვათ, ზოგადი და ამიტომ ყველას აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე. როგორც წესი, მაჟორიტარები საარჩევნო დაპირებებს, ესე ვთქვათ, იმ კონკრეტული ოლქის პრობლემებიდან გამომდინარე გასცემენ, ვისი მხარდაჭერაც უნდათ რომ მოიპოვონ. მაგრამ როგორც პრაქტიკაში შემდეგ ჩნდება, საპარლამენტო საქმიანობის დროს დეპუტატებს ან დრო არ ყოფნით ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, ან უფლებამოსილება, მოდით ასე ვთქვათ. ამიტომ მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის მაჟორიტარობის მანდატი? ეს ნიშნავს მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას, თუ იმ ამომრჩევლის პრობლემის მოგვარებას, რომელიც თქვენ კონკრეტულ ოლქში მხარს გიჭერთ. თამარ, დავიწყოთ თქვენგან. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ამომრჩეველს, მივესალმებით სტუმრებს. აქვე მინდა ყველა კონკურენტს დაუდასტუროთ ჩემი პატივისცემა. ეხლა რაც შეეხება, მე ვარ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ძირითადი არის საკანონმდებლო საქმიანობა, მაგრამ მხოლოდ საკანონმდებლო არ არის, იმიტომ რომ პარლამენტის წევრი არის წარმომადგენელი თითოეული ამომრჩევლის და წარმომადგენლობა გულისხმობს იმას, რომ როდესაც მოქალაქე გთხოვს გარკვეული ტიპის დახმარება, შენ მას როგორც პარლამენტის წევრმა შეგიძლია გაუწიოს შუამდგომლობა. ამ საქმით ვიყავი დაკავებული, მე გვიან შევედი პარლამენტში 2013 წელს და 2013 წლიდან დღემდე მარტო 3000 შუამდგომლობა მაქვს, 3000-მდე შუამდგომლობა განხორციელებული.
რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტის წევრები ამ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ, მაგრამ ჩვენ ვართ მათი ხმა სხვადასხვა დაწესებულებებში და რა თქმა უნდა, ამ ფარგლებში ზუსტად ვსწავლოთ მათ პრობლემებს, ის თუ რა აწუხებთ ამ მოქალაქეებს და მერე ვახმოვანებთ მათ ტკივილს ყველა დაწესებულებაში. სწორედ ამიტომ გვაქვს პარლამენტის წევრებს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლება, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის შესაძლებლობა და ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობას ვეწევით, არამედ წარმოვადგენთ თითოეული მოქალაქის ინტერესს. ვიდრე ქალბატონ სალომეს მოსაზრებას მოვისმენ ამაზე თქვენ თქვით რომ ნაძალადევის მაჟორიტარი ხართ და ეხლა უკვე მთაწმინდაში იყრით, მთაწმინდაზე იყრით, რატომ შეიცვალეთ ესე ვთქვათ მოქმედების არეალი? რატომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ჩვენ არ ყავს რესპუბლიკურ პარტიას არ ყავს ყველგან საკუთარი წარმომადგენელი, ამიტომ გადავწყვიტეთ მთაწმინდაში და ძირითადად იმ ოლქებში ყოლოდა კანდიდატები, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი უფრო მეტად არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ სალომე, რას ნიშნავს თქვენთვის მაჟორიტარული მანდატი? მაჟორიტარული მანდატი სწორედ არის ის განსხვავება ჩვენ შორის, რომ მე ვიქნები მაჟორიტარული კანდიდატი 4 წელს იქით, იმიტომ რომ მე ვიქნები დამოუკიდებელი მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველზე. დამოუკიდებელი მაჟორიტარი არის კიდევ სხვა რამე, არის ის მაჟორიტარი, რომელიც შედის პარლამენტში მხოლოდ თავისი ამომრჩევლის ნებით და არავითარი პარტიის ნებით, რომელიც გაყენებს იმ თუ ამ ადგილს. ამდენად ის არის მთლიანად დამოუკიდებელი იმაზე, რომ თავისი ამომრჩეველი ამ 4 წლის ბოლოს თვლიდეს, რომ მან შეასრულა ის მანდატი, რისთვისაც შევიდა. დამოუკიდებელ კანდიდატს ესე ვთქვათ პარლამენტში აქვს ესეთი მოქმედების არეალი და რესურსი, რომ კონკრეტულად თუნდაც თქვენი ოლქის ამომრჩევლის პრობლემები, ყველა პრობლემა მოაგვაროს. მე ვიცი ქალბატონი თამარის პოზიცია ამაზე და იმიტომ გეკითხებით. ჯერ ერთი ეს არ არის მხოლოდ ის პრობლემების გადაწყვეტა ხდება კანონმდებლობით პირველ რიგში და ჩვენი პრობლემა ამ ქვეყანაში არის, რომ ყველა ცდილობს, რომ თავისი პრობლემა რაღაცნაირად მოაგვაროს ვიღაცასთან. იჩალიჩოს, ეს არის ჩვენი გადაწყვეტის ფორმა. ვინმე მონახოს, მისი ნაცნობი მეგობარი, ნათესავი, კლანი რაღაცა და ისე გადაწყვიტოს პრობლემა. როცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემების სტრატეგიებით, კანონმდებლობის მოწესრიგებით, რომელიც არის ძალიან არეული და გადავწყვიტოთ ძირეულად პრობლემები. დღეს მქონდა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთაწმინდაზე, იმ სახლების საერთოდ უბნის, რომელიც ინგრევა მთლიანად და როგორ შეიძლება რომ შევინარჩუნოთ ეს ძველი მთაწმინდა და თბილისის გული. ეს ვერ გადაწყდება კერძო საკითხების გადაწყვეტით. ეს გადაწყდება მხოლოდ მთლიანობაში და დავამთავრებ და გეტყვით თქვენ კითხვაზე. დიახ, მე მარტო შევდივარ, მაგრამ პარლამენტში მარტო არ ვიქნები. ამ საკითხებზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ ერთ ოლქს, არამედ მთლიანად საქართველოს, ვიქნები იმ ადამიანებთან, რომლებიც იმ თუ ამ მიმართულებით და ბევრი სხვა საკითხი და პრობლემა არის, რომელზედაც უნდა ვილაპარაკოთ. იმ საკითხებზე ვისთანაც მოვნახავ საერთო ენას და მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა დადგება დრო საქმესი და დრო დადგა საქმესი, მოვნახავ იმ ადამიანებს, რომელიც სხვა პარტიებიდან იქნებიან მზად სწორედ ამ კუთხით საქმის გასაკეთებლად. ქართულ ოცნებასთან ალბათ არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ის თქვენი მხარდამჭერია ამ კონკრეტულ ოლქში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხარდამჭერი არიან, არამედ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ბევრ საკითხზე შეიძლება და ალბათ ამ მაგიდის ირგვლივ მჯდარი ადამიანებიდან ზოგ საკითხზე შეიძლება. ვისთან ვერ გამოგივათ, მაშინ ბარემ ესეც ვთქვათ. თანამშრომლობა, ვისთან ვერ გამოგივათ თანამშრომლობა? ნაციონალურ მოძრაობასთან. კარგი, დიდი მადლობა. ბატონ გიგლა, რას ნიშნავს თქვენთვის მაჟორიტარული მანდატი? პირველ ყოვლისა, მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმები დარბას, ჩვენს კოლეგებს, მივესალმები საზოგადოებას, მთაწმინდელებს, ოქროყანელებს, ვერელებს, სოლოლაკელებს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ნომერ 1 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. დაახლოებით თითქმის საუკუნეზე მეტია ჩვენი გვარი ცხოვრობს იქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჩემთვის ეს
იმიტომ რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება, სწავლა თუ, რა ვიცი, ოჯახში ყოფნა თუ ქუჩაში მოძრაობა თუ უმაღლესი თუ სხვა, ყველაფერი ჩვენს წინაშე ამ რაიონში ხდებოდა ჩემი, ამიტომ განსაკუთრებული პატივიცაა და პასუხისმგებლობაცაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მე უნდა წარმოვადგინო წარმატების შემთხვევაში და ამის რა თქმა უნდა აბსოლუტური დარწმუნება გვაქვს ჩვენ გუნდს და მე საქართველოს პარლამენტში და შევეჭიდო იმ პრობლემებს, რომელიც ჩემთვის უცხო არ არის, დიდი ხანია მე ვიცი, ეს პრობლემები სოციალური, ეკონომიკური და ამაზე ალბათ უფრო დეტალურად გვექნება საუბარი და რაც თავარი არ გაუცრო იმედი და არ დავემსგავსო იმ პარლამენტარებს, რომლებიც მხოლოდ კოლგისთვის, მხოლოდ იმუნიტეტისთვის შედიან პარლამენტში, შემდეგ თავიანთი უბანი და რაიონი ავიწყდებათ, ეს არ მოხდება, თუნდაც იმიტომ რომ მე იქ ცხოვრობ, ეხლაც იქ ვარ და ესეც უნდა იყოს. ამდენად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მე მიმაჩნია რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ბევრი საქმე მიკეთებია ძალმიცეს და ალბათ მთელი საკითხებს გადავწყვეტ, მაგრამ ერთ რამეს უნდა გაუსვა ხაზი, უკაცრავად თუ ხანგრძლივად საუბრობ. საერთოდ უნდა გავამიჯნოთ ჩვენ საპარლამენტო შემოქმედება არ არის სამეურნეო საკითხების გადაწყვეტა. კი, ამიტომაც დავსვი მეკითხვა ეს ამიტომ არასწორია, როდესაც პარლამენტარები დადიან მე ჩემს კოლეგებს არ გულისხმობ და გზას გაგიყვან, მილს გავიყვან, სახლს გადაგიხურავ, ეს ასე არ არის. ჩვენ რომ მივახთ პარლამენტში, ეგ იქნება პარლამენტარმა უნდა განახორციელოს თბილისის მერიაზე საზედამხედველო სამუშაოები, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებზე და ისინი ამუშაოს, ისე გააკეთებინოს, ის რასაც არ აკეთებენ და ამისათვის საჭიროა ძლიერი გუნდით მისვლა, რომ ხელგეწიფებოდეს აღმასრულებელი სტრუქტურების დაკომპლექტება, არა ისეთი მკვდრებით, როგორც ძალიან ბევრი მიმართულები დღეს არის და თითზე არ აკარებენ. მარტო ხელფასებს ღებულობენ, პენსიებს და დანამატებს და ბიუჯეტი გაიბერა ნაცვლად იმისა, რომ სოციალური საკითხები გადაწყდეს, აი თავიანთ ამ სამ ძირითად საოცნებო საფიქრალს ახმარენ მთელ ამ თანხებს. აი ამისთვის არის თუნდაც იქ მისვლა საჭირო, რომ დაადგე ასასივით თავზე და არ გააკეთებინო ის, რაც არ უნდა გააკეთოს ნორმალურმა სამშობლოს და ქვეყნის და ხალხის მოყვარულმა კაცმა. დიდი მადლობა, ბატონ კოკა. თქვენ როგორ ხედავთ თქვენს როლს? დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. უდასტურებ ჩემ ღრმა პატივისცემას ჩემ კოლეგებს. ჩემთვის შედარებით ცოტა ადვილია უკვე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემმა კოლეგებმა ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბეს. რა თქმა უნდა, პარლამენტარი ეს არ არის მეურნე, რომელიც შედის იმისთვის, რომ კონკრეტული რაღაცა გააკეთოს, მაგრამ ამავე დროს და ამორჩეულს აქვს ეს მოლოდინი, ბატონო. იცით რა, მე არ ამგონია, რომ ზუსტად ეს მოლოდინი კონდეს, მაგრამ ჩვენ თუ გადავალთ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს უბანს, ჩვენს სამაჟორიტო ოლქს აწუხებს და ამას ექსტრაპოლირებას გავაკეთებთ ქვეყანაზე, არც თუ ისე დიდი განსხვავება იქნება იმ ზოგადი პრობლემებისა, რომელიც ჩვენ წინ დგება. ეს არის უმუშევრობა, ეს არის სოციალურად დაუცველობა, ეს არის დაბალი პენსიები, ეს არის ეკოლოგია, ეს არის ნარკოტიკები, ნარკოპოლიტიკა, ეს არის გნებავთ ქალბატონმა სალომე ბრძანა, ძველი ქალაქის განაშენიანება, მისი კონსერვაცია, მისი რესტავრაცია. ეს ყველაფერი ის პრობლემაა, რომელიც ზუსტად პარლამენტარს ხელეწიფება, რომ საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოვიდეს და ბერკეტი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის. კი ბატონო, მოდით ახლა კონკრეტიკაზე გადავიდეთ. რა დაკვეთა აქვს თაწმინდაზე ამომრჩეველს, როცა თქვენ ხვდებით ამომრჩეველს და ისმენთ მათ მოსაზრებებს? აი რა გამოიკეთა თქვენთვის პირველ რიგში, რას ელის და რას ითხოვს ამომრჩეველი თქვენგან? თამარ, თქვენგან. დიდი მადლობა, მე ვხვდები თაწმინდის ამომრჩეველს. პირველი და მთავარი მათთვის არის ის, რომ ამ უბანს ჰქონდეს საკუთარი იდენტობა შენარჩუნებული და ის ისტორიული უბანი, ის ძველი ქალაქი იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ეს 4-ვე ვიცით ამ შემთხვევაში ჩვენ და მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ საკანონმდებლო დონეზე მოგვარდეს, მაგრამ სპეციფიურად თაწმინდასთან დაკავშირებით ეს ვერ მოხდება, როცა საერთო სახელმწიფოებრივ კანონს იღებ, აქ ცოტა სიღრმეში უნდა წავიდეთ. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარლამენტმა მიიღოს სამშენებლო კოდექსი, კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც საერთოდ ძველი ქალაქის სიძველეების შენარჩუნების რაღაც წესებს დაადგენს და დაადგენს კრიტერიუმებს, მაგალითად, რა სიმაღლის შენობები შეიძლება აშენდეს, როგორ შეიძლება ამ სიძველეების შენარჩუნება და ასე შემდეგ. მე უბრალოდ სიზუსტვის მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის წევრი ვერ აკონტროლებს თვითმმართველობას და ვერც მერიას, მას შეუძლია გააკონტროლოს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება. და ასევე დავამატებდი იმას, რომ
ჩვენ უნდა შევუქმნათ და შესაძლებლობა შევცეთ, მივცეთ მთაწმინდელებს, რომ სწორედ ის რითიც ამაყობენ, რომ ისტორიულ უბანში ცხოვრობენ, ისტორიულ სახლში ცხოვრობენ და ეს მათთვის სწორედ რომ მთაწმინდასთან იდენტობის საუკეთესო საშუალება, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ აი ეს სახლი თვითონ შეინარჩუნონ, თვითონ შეაკეთონ. დღეს რა პრობლემა აქვს ამ ადამიანებს, როცა ველაპარაკებით? პრობლემა არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს შენობას, მათ არ აქვს საშუალება, რომ სწორედ ის ავთენტურობა შეუნარჩუნონ შენობას, ვერ არემონტებენ, მე შენობები ინგრევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტიდან ჩვენ გავახმოვანოთ ის, რომ უნდა შეიქმნას პროგრამა, რომელიც მისცემს ამ ადამიანებს შესაძლებლობას, მისცემს კრედიტებს, რომლითაც ისინი იმ გარემოს და ისინი გახდებიან მონაწილე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, მათ ექნებათ საკუთრება, რომელიც საქართველოსთვის არის საგანძური. ჩვენ აი ეს განცდა უნდა გაუჩინოთ ამ მოქალაქეებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მარტივად შესაძლებელი, თუ ამის სურვილი ექნება როგორც პარლამენტს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ანუ რესპუბლიკელები პირდებიან პროგრამის შექმნას, მაჟორიტარულად, სადაც მოქალაქე ხდება მონაწილე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის. ის ამ პროცესის უშუალო მონაწილეა. ანუ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თქვენ დაინახეთ ამ ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, ნარკოპოლიტიკა ძალიან აწუხებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ რესპუბლიკელებმა უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ ჰუმანური და ასე იგი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრე, დეკრიმინალიზაციის მომხრე, მაგრამ ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, სააფთიაქო ნარკომანიასაც აუცილებლად უნდა მიეხედოს. კარგი, ნარკოპოლიტიკაზე ცოტა უნდა მოგვიანებით, ბატონი გოგას მოსაზრებაც საინტერესო იქნება. ქალბატონ სალომე, რას გეუბნებათ ამ მომრჩეველი, როდესაც მას პირისპირ ხვდებით? ჯერ ერთი მე მაქვს დიდი უპირატესობა, ჩვენ არ ვამბობ მე და ვარ ჩემზე პასუხისმგებელი, რაც არის ძალიან კომფორტაბილური. მე მთხოვ სამომრჩეველი ერთ რამეს, გულწრფელობას, რასაც ვპირდები და რასაც მართლაც, ანუ სიმართლის თქმას, არა ტყვილი დაპირებები, არა გაუთავებელი რაღაცა 500 ლარი პენსია, ხან 1000, ხან 2000 და ასე შემდეგ. არც ერთი არ არის რეალური თქვენი რაც აზრი. არ არის რეალური დღევანდელ დღეს და თვითონ ამომრჩეველმაც კარგად იცის და მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ვიცი, რომ ეს დაპირებები ყველა ტყვილი არის დღევანდელ დღეს. ეს არის ის ერთი დაკვეთა, მითხარით სიმართლე, ვიცოდეთ საითკენ მივდივართ. მეორე დაკვეთა, ჩემთვის პირადად არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დავამარცხოთ პირველივე ტურში. დამთავრდეს ესა, ეს არის ამას თქვენ გეუბნებათ მოსახლეობა, როდესაც მათ ხვდებით? მთაწმინდის ღირსების საკითხი, რომ მთაწმინდაზე არ შეიძლება რომ სხვანაირად იყოს და ამას შევასრულებ. აი საინტერესოა სხვა კანდიდატები რას ფიქრობენ ამის შესახებ. მინდოდა უნდა მოგვიანებით დამესვა ვინ მიგაჩნია თქვენ თავარ კონკურენტად, მაგრამ რადგან ქალბატონმა სალომემ წამოჭრა, შეგვიძლია ამაზე თქვა, ბატონ გიგოა. ბატონო, ეხლა აქ საუბარი ქალბატონმა სალომემ გაშალა კონტექსტი და ძალიან საინტერესოდ. მე ჩემი მხრივ ვიტყოდი, რომ თვით მიზანი აქ ვინ ვიღაცა კონკურენტი არის თუ არ არის, ეს თავარი აქ არის ამოსავალი ინტერესი საზოგადოების ხარდაჭერა ამორჩევლის და შენი თანაუბნელის და თანარაიონელის. აი ეს არის მთავარი. რაც შეეხება, იცით, ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას, ეს არის მე ვფიქრობ ქართული ოცნების ყველაზე დიდი შეუსრულებელი პირობა სამართლიანობის ვერ აღდგენა. რისი დასტურიცაა სხვათა შორის სულ ახლა ხანს გადაღებული ფილმი, თავისთავად საინტერესო ფილმია, მაგრამ გვაჩვენებენ ფილმს გვეუბნებიან რა სისხლიანები იყვნენ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ იყვნენ კვლელები, ავტომატი დარბოდნენ, უბან-უბან, ეხლა სააგიტაციო ბანერებს აკრავენ, როგორ ართმევდნენ ქონებას, როგორ აწვალებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ და რა ცუდია, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ხარ და თიც-თიცზე არადებ, ეს უკვე არის სამარცხვინო. ხო, მე ისეთ კიდევ ერთ კონტექსტს ვამბობ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, საკმაოდ რთული და ცუდი არა, საარჩევნო გარემოზე აუცილებლად ვისაუბრებ. სხვა თქმა მინდა, უბრალოდ ვახსენე საარჩევნო გარემო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ავტორიტეტული პიროვნების უდაოდ მეცენატის, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა 2012 წელს საქართველოში საზოგადოებასთან და ხალხის ხარდაჭერასთან ერთად, გულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მის გამოსვლებს რეგიონებში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პოლიტიკურ უტაქტობასაც აქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი პარტიის
სლოგანებია თუ ქმედებებია, ის ხან იწუნებს, ხან პროცენტებს უწერს, ხან სხვას. ეს არ არის სწორი. როდესაც ამას ემთხვევა პრემიერ-მინისტრის პარალელურად შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვათა სიარული უბან ხმების მისაღებად. და ერთი დღევანდელი მაგალითიც მე მინდა თქვა, რომ კონკრეტულად წინაზე სხვა პარტიებზე ქონა საუბარი, ახლა ბედნიერება მივიღეთ ჩვენზე იყო და იყო ერთ-ერთი ეს თქვენ მარტო არ იყავით ხმებზეც. არ იყო, მაგრამ ჩვენ თავზე საუბრობთ. ახლა ერთ სიტყვას იყო ნახსენები უტოპია თუ ბლეფი და სხვა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ქართული ოცნების ბლეფი არის უპირველეს ყოვლისა ის, რომ მათ ვერ აღადგინეს სამართლიანობა, მათ ვერ დაურიგეს, როგორც ამბობდნენ სოფლად 5 მილიონი, მათ ვერ დაურიგეს წართმეული ქონება, ვერ დაარიგეს ბინები, ვერ დაამყარეს წესრიგის ჩვენგან რა სელის ამორჩეველი, ბატონო გიგვა. ჩვენგან ამორჩეველი ელის ძალიან აი საუბარი მოყვა იმას, რომ ქალბატონი სალომე საუბრობს, რომ ამორჩეველი მათგან ელოდება, ქალბატონი სალომესგან ელოდება, რომ მეორე ტურში არ გავა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენგან ელოდება, რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი, ჩვენგან ელოდება იმას, რასაც უნდა ელოდებოდეს ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერის გამარჯვებას, ასევე ელოდება მთაწმინდელებს. მთაწმინდაზე არის 179 ქუჩა, უბანი, ჩიხი. ნახევარი არა, თითქმის ნახევარი უკვე შემოვიარე. მე გვიან დავიწყე შედარებით ეს ასე ვთქვათ კამპანია და ზეპირად ვიცი, რომც არ შემომევლო, იქ ცხოვრობდა სისხლისგანი და ხორცი-ხორცთაგანი ვარ ამ რაიონის და კარგად ვიცი ყველა პრობლემა და ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ და ყველაფერი ეს განივთებულია არა მხოლოდ მთაწმინდის რაიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით ჩვენი პოლიტიკური ძალის პროგრამაში, რომელიც საკმაოდ ტევადი, საინტერესო, დაწყებული ჩვენი ძირითადი ხედვებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით უბლოკო სტატუსია თუ მრავალვექტორული ურთიერთობა და მეორე არის ეკონომიკა, სოციალური საკითხები, განათლების სისტემა, პედაგოგები, სწავლის აღსაზრდებლებთან დაკავშირებით პედაგოგების სტატუსი რომ მოემატოს, სტატუს შეჩერებული სტუდენტები 4-ის უმაღლესი სასწავლებელია ახლანდელი დაყოფით. კი ბატონო, თქვენს პოლიტიკურ ძალასთან ძირითადად როდესაც მიდის ოპონირება, ამ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით გიწევთ ოპონირება, ამორჩეველი რას გეუბნებათ, როდესაც ხდება? მოსწონთ ის პოლიტიკური კურსი საგარეო, რომელსაც თქვენ ამოსავალი არ არის პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემით, მათ გარდა ერთისა, ვიმეორებ იმ სექტისა, იზუვერული სექტისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია და დღემდე არ არის პოლიტიკური რეალობიდან ქართულიდან ამოშანთული და როდესაც ჩვენ მივალთ ხელისუფლებაში კანონის ძალით გავაკეთებთ ამას, იქ გაქცეულებს აქ ჩამოვიყვანთ, აქ არსებულებს პასუხს მოვთხოვთ, ამას პირდები ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ რაც შეეხება თქვენ კითხვას გამიგზელებ თქვენ საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ამორჩევას რა პოზიცია აქვს, რადგან თქვენ წამოჭერით ეს საკითხი? ერთ-ერთ ვერის ერთ-ერთ რა მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთი ქუჩის მოსახლეობასთან. არის ძალიან საინტერესო ხედვები, აბსოლუტურად საინტერესო ხედვები და უმეტეს შემთხვევაში მხარდაჭერები და ამის დასტური იქნება ჩვენი ხელმოწერების კამპანია, რომელიც დაწყებულია 200,000 ხელმოწერა გვინდა იმისთვის, რომ პარლამენტ შესვლისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავიწყოთ საუბარი, რომ დაიწყოს ის, რაც 25 წელი არ გაკეთებულა და უტოპიის სახით უბლოკო სტატუსს გულისხმობთ. არა, ნატო სახით გვეუბნებიან და ვერ მივიღეთ. პირველად უტოპია ახსენა კაცობრიობის ისტორიაში პლატონმა და მას მერე ერაზ როტერდამელიდან დაწყებული თომას მორი დამთავრებული ამაზე ტრაქტატებს წერია და არავინ არ ამბობს რომ უტოპია არის ნამდვილი და განხორციელდეს და ესენი გვატყუებენ დღემდე. ამიტომ წამოვიდა რეალობაში ჩვენი ეს დოქტრინა და ამიტომ გვინდა რომ განხორციელდეს რომ დაიწყოს ის ვისი დაწყებაც გსურს და თუკის ხალხის მხარდაჭერა იქნება რასაც ჩვენ ხვდებით ეხლა და რეგიონებში ვიღს მოწონს არ მოწონს კითხოთ ხალხს. დიდი მადლობა ბატონო კოკა. თქვენ რა გაიგეთ როცა ამორჩეულს ხდებით? რა არის თავარი რასაც ითხოვენ მთაწმინდელები თქვენგან? მე უფრო ალბათ კონკრეტულად საკითხს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ეს ცოტა ძალიან გაიშალა თემა, მე ვეთანხმები ბევრ რამეს ჩემ კოლეგებს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ პირველი მთაწმინდაზე არის რამოდენიმე სამი ძირითადი საკითხია, რომელიც მე შემიძლია ვთქვა. პირველი ეს არის უმუშევრობა, ძალიან მაღალი პროცენტი უმუშევრობა ამ მთაწმინდაზე. მეორე ეს არის პენსიონერების გაუსაზლესი მდგომარეობა და სოციალურად დაუცველების დიდი რაოდენობა არის, განსაკუთრებით ძველუბნებში, სოლოლაკში, ზემოვერაზე, ქვევით ოქროყანაში, დევნილების და შემდეგ. და მესამე ეს არის ჯანდაცვის პრობლემები. ძალიან სერიოზული, ნარკოპოლიტიკა თავისთავად. რაც შეეხება მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ქალბატონ სალომეს, რომ დანაპირები არის ბლეფი და ტყუილი, არ არის ეს ტყუილი. ჩვენ თებერვალში გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროგრამა. და ჩვენი გათვლებით დღევანდელ დღეს აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ სულ ყველა ადამიანს, ვინც არის
პენსიო ასაკში მიეცეს 300 ლარი. 300 ლარი ეს არ არის ციდან აღებული ციფრი. მე ხშირად ვამბობ ამაზე. 300 ლარი ეს არის ციფრი, რომელიც არის ჯანდაცვაფლი ორგანიზაციის მოთხოვნის თანახმად. ანუ ქვეყანაში უნდა ჩვენი ბიუჯეტი გათვლილია ამაზე. ზუსტად ჩვენ ბიუჯეტზე, დიახ, ჩვენი ბიუჯეტი ჩვენ გაუძლებს ასეთ სოციალურ დატვირთვას. აბსოლუტურად ჩვენ ძალიან სერიოზული ეკონომისტების გუნდი გვყავს და აბსოლუტურად ბოლო თეთრამდე არის დათვლილი თუ როგორ შეიძლება არსებულ ბიუჯეტში ამის გაკეთება. რატომ 300 ლარი? ეს აქტუალურია. მე მოსახლეობას ამას უხსნი ყოველ დღე. იმიტომ კი არა რომ ჩვენ მოგვინდა და 300 ლარი დავადეთ. არა, ესე არ არის. დღევანდელ დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 160 ლარი. რეალური საარსებო მინიმუმი, რომ ავიღოთ, ეს არის მარტივი ფორმულა. ჯანდაცვაფლი ორგანიზაციის მოწოდებული ფორმულა, უნდა ჩასვათ ციფრები და მიიღებთ. დღევანდელი დღით საქართველოში მინიმალური, უკაცრავად არსებობის ზღვარი არის 250 ლარი. ასე გამოდის. დღევანდელი პროდუქტების და კომუნალური მომსახურებების და 250 ლარს თუ გნებავთ რომ მინიმალური პენსია არსებობდეს, ანუ სოციალური დახმარება ეს და არა პენსია, უნდა დაემატოს 30%. აი ამ ციფრებით გამოდის 300 ლარი და არა ისე რომ ჩვენ ეს მოვიფიქრეთ და საიდანღაც მოვიტანეთ. ზუსტად ასევე არის 500 ლარი პენსია, ეს ხელფასი მინიმალური. არ შეიძლება ქვეყანაში ადამიანს ჰქონდეს $3 ნაკლები საათში. ეს არის სუბსაჰარული აფრიკა არის ყველაზე ღარიბი ქვეყნები მსოფლიოში, იქაც აი ეს ნორმა მუშაობს. ანუ არ შეიძლება ჩვენ ადამიანები ვამყოფოთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და დღევანდელ დღეს უმეტესი ჩვენი მოსახლეობა და მთაწმინდის მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა სამწუხაროდ აი ამ ზღვარს ქვეშ არსებობს. და აი ეს არის ჩვენ არ ვპირდებით არაფერს იმას, რასაც ვერ შევარდებით. კარგით, მაშინ რადგან ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ეს არის ანუ ესეთი დაპირებები არის ბლეფი, მოდით ქალბატონი სალომეს უფრო ფართო ანალიზი მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით. რატო ერთი შეხედვით მიმზიდველი დაპირებაც კი არის, რაც უფრო მეტ დახმარებას კიდევ მით პენსიონერისთვის, მაგრამ რატო ძალიან არის დახმარება, ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რომ ადამიანი არ მოკვდეს. თუ გაწერილია ეს ყველაფერი პროგრამის მიხედვით, რატომ შეიძლება ეს ამომრჩეველს მოეჩვენოს რომ არის ბლეფი? იმიტომ რომ გაწერილი პროგრამა ქაღალდზე არის ერთი რამე და რეალურად შესრულებული პროგრამა არის სხვა რამე. არ მინახავს მე ის პარტიები, რომელიც აქ იყვნენ ხელისუფლებაში, მე დაუბრუნდები საგარეო პოლიტიკას და იქაც ვნახავთ რა გააკეთეს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ მე მაინტერესებს, სად იყო საწყისი იმ პროგრამის, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, სანამ გადაწყვეტენ შეიცვალა საგარეო პოლიტიკის და იმიტომ დატოვეს ხელისუფლება, სად იყო იმ პროგრამის შესრულება, რომელიც ამის საშუალებას მოგცემდა. ყველა ვეთანხმებით იმაში, რომ სიტუაცია აღწერაში ყველათან ახმა არის, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია არის სოციალური, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველაფერი პენსიებიდან დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული და რაც უფრო არის, მე ვიტყოდი პარლამენტის საქმე, ვიდრე პენსიების და დასაქმების და ხელფასების, ეს არის იმ დაცულობის მოტანა მოსახლეობისთვის, რაც არის კანონმდებლობით შესაძლებელი და მე ვთვლი, რომ თუ გვინდა, რომ ევროპა შემოვიტანოთ ამ ქვეყანაში და მე მინდა და ვთვლი, რომ ვარ ერთ-ერთი წარმომადგენელი სხვებთან ერთად იმისი, რომ ევროპული სტანდარტები შემოვიტანოთ ქვეყანაში, ეს იწყება მაგალითად იმითი, რაც არ ჯდება არაფერი და არის ხვალვე რეალიზებადი, მაგრამ არ მინახავს, რომ ეს გაკეთდა, ეს არის მაგალითად სამუშაო კოდექსის რომელიც არის მონური კოდექსი საქართველოში. იყო დაწყებული რაღაც რეფორმა, მაგრამ არ ამიყვანული ბოლომდე და არ არის დაცული საქართველოში, როგორც საჭირო არის შრომა და შრომის კოდექსი. და ასე შემდეგ, მარტოხელა დედები, არა აქვთ დღეს მარტოხელა დედებს ის პირობები, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას, რომ იმუშაონ და ამავე დროს მიხედონ თავიანთ ოჯახს. ეს არის ის საკითხები, რომელიც არ არის ყალბი დაპირებები, რომელიც ხვალვე შესული პარლამენტში შეიძლება ინიცირება და ბოლომდე მიყვანა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არ არის ყალბი დაპირება, რომელიც არ ჯდება არც ერთი ლარი. ეს არის ჩვენი ქართველებისთვის, რომელიც არიან უცხოეთში და ყველას ყავს აქა ოჯახი. თითოს ქართულ ოჯახს აქა ყავს უცხოეთში წასული ვიღაცა.
იმათ არ ჩამოვართვათ მოქალაქეობა. ამ საკითხზე არც ერთი პარტია არაფერს არ ამბობს. რა არის რაღაცა დუმილი, ვითომც ეს იყოს რაღაცა უზრდელი სიტყვა. მაინტერესებს მითხრან დღეს აქ მჯდარმა პარტიების წარმომადგენლებმა რას ფიქრობენ ამ თემაზე და კი თუ არა დამიჭერენ მხარს, როცა მე შევიტან ინიცირებას ერთ-ერთი პირველი. კარგი. მე თამართან გადავალ, სოციალური მარათონია ერთგვარი გაჩაღებული, შეიძლება ესე თქვა, ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. არის პარტიები, ყველა აქცენტს აკეთებს პენსიაზე, საარსებო მინიმუმზე. თქვენი პარტიისგან ყოველ შემთხვევაში ესეთი დაპირება არ გვსმენი, ანუ ეს კონკრეტული რაოდენობა არ გვსმენი. რამდენიმე საკითხი შევეხებით, შეიძლება რაზეც იყოს საუბარი. პირველი და მთავარი, რაც პარლამენტში მუშაობის დროს ძალიან ნათელია, ხვდები იმას, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ აკეთებს და კანონპროექტის ინიცირება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შედეგი დადო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მარტო ადამიანი პარლამენტში უბრალოდ ვერაფერს ვერ მოხდება. მარტო რომ არ ვიქნები. და იქნებით ქართულ ოცნებასთან ეს ცალსახად ნათელია, ამიტომ მოდით პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რანაირი კარგი იდეა გაკეთება შესაძლებელი იქნება. კი ბატონო, არ გედავებით, ეს თქვენი ის არის გადასაწყვეტი თქვენ როგორ წარსდგებით ამ არჩევნების წინაშე, მაგრამ მე გეუბნები ჩემს გამოცდილებაზე, იმიტომ რომ და საერთოდ საპარლამენტო გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ პარლამენტში შეუძლებელია კონსენსუსის გარეშე მუშაობა. სამწუხაროდ ისეთი ნიჭიერი ადამიანი როგორც კობა დავითაშვილი, როცა მარტო დარჩა აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გახდა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ესე დამოუკიდებელი პარტიებით შეერწყნენ ქართულ ოცნებას, ისინი ვერაფერს ვერ აკეთებდნენ ქართული ოცნების ნების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეთი დაპირებები, მე ვფიქრობ, რომ ადასტურებს იმას, რომ რაღაც კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს, იმიტომ რომ ბევრი პროექტი ყოფილა კარგი, რომელიც გაჩერებულა, თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად თავისუფალ დემოკრატებს წარმოუდგენიათ, ჩვენ წარმოგვიდგენია და კარგი იდეა, მაგრამ შეუძლებელია თუ იქ ერთი ადამიანისთვის მით უმეტეს განსაკუთრებით შეუძლებელია რაღაცეების შეცვლა და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ და განსაკუთრებით თაწმინდელებ. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხებს, რაზეც ვისაუბრეთ, ხშირად ჩემთან საქმე იმაში კი არა, რომ პენსიონერებს აწუხებთ, რამდენი აქვთ პენსია, რაოდენობა, არა, მათ აქვთ როგორი დამოკიდებულება, ისინი ვერ ხედავენ კავშირს საკუთარი მთელი ცხოვრების შრომასა და სიბერეს შორის. ანუ ისინი ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება მე ვიმუშავე და ეხლა აი ასეთ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ჩვენ არ ვეუბნებით პენსიონერებს იმას, რომ ხვალ გექნებათ ან 300 ლარი, ან 500 ლარი, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა შევქმნით სისტემა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც დაგიჩეს მე როგორც კი მუშაობა დავიწყე. პირველი რაც გამიშთა რომ დავბერდები ამ 20%-ს რო უხდი სახელმწიფო საქმეა ჩემი პენსია რამდენი იქნება. აი ჩვენ ვპირდებით რომ სწორედ აი ეს დამოკიდებულება იქნება რომ მოხუცებულობაში ადამიანს ექნება განცდა რომ ის იღებს იმას რაც დათესა. მე მგონია რაც დაწყებულია ხო პარლამენტში უკვე მუშაობა დაგროვებითი პენსიის ეს არის შემოთავაზებული ქონდა მთავრობას რომელიც არ იყოს სრულყოფილი ჩვენ ვთავაზობთ 3 ეტაპად. პირველი ის რომ სამუშაოს რო დაიწყებს საშემოსავლო გადასახადიდან საპენსიო დაზღვევაში გადაიზრდა რომელიც ასევე გამოყენებული იქნება სახელმწიფო რესურსებად და სიბერეში იქნება პროპორციული პენსია. ეს პენსიებს რაც შეეხება ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დაპირება 300 250 200 ლარი ეს თქვენს მიგაჩნიათ რომ ეს ერთგვარი წინასაარჩევნო რამ რომ პენსიონერებს უფულობაზე მეტად ისაწუხებთ რომ მათ არ უფასდებათ საკუთარი შრომა და რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს რაც აქვთ ის საკმარისია მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ 300 კი არა 500 რომ მივიცეთ ანუ ფულად ეკვივალენტში ეს არის ზომება მათ უნდა კონდეთ განცდა რომ ის რაც აკეთეს სახელმწიფოსთვის მას სახელმწიფო სიბერეში უბრუნებს და ღირსეული სიბერე აქვს ბევრი სხვა საკითხია რა გაგვიკეთებია პარლამენტში მე შემიძლია გითხრათ რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით რეფორმა რომლითაც დღეს მსოფლიოში ვამაყობთ და მოწინავე ქვეყანა ვართ ჩვენი გაკეთებულია ქალთა უფლებების დაცვა რომელიც აბსოლუტურად ყველა ქალს ეხება საქართველოს ჩვენი გაკეთებულია ქორწინება ბავშვები ქორწინდებიან საქართველოში დღემდე ესეც ჩვენი გაკეთებულია და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ რომ კანონის მიღება არ არის საკმარისი ჩვენ მოვსპეთ ODR-ები კანონით მაგრამ ვერაფერს ვერ უშვებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ საპარლამენტო კონტროლი მექანიზმები როგორ შეიძლება მოვახდინოთ ზეგავლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე რა თქმა უნდა ვისაც აინტერესებს თქვენ შეგიძლიათ წაიგითოთ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა, სადაც კონკრეტული ხედვები გვაქვს, სადაც არის ზუსტად კონსენსუსზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ბატონო, კარგი, ბატონ კოკას სურდა რეპლიკა და შემდეგ ბატონ გულას მიცემ. რეპლიკა საპენსიო საკითხთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ როგორც არ უნდა, რაც არ უნდა დღეს რო საქართველო გახდეს დანია, ნორვეგია. დიახ. ადამიანი, რომელიც არის 48 წლის ზევით, ვერანაირ დაგროვით პენსიას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ მას ფიზიკურად არ ეყოფა დრო იმისთვის, რომ მან დაგროვითი პენსია
პენსია უნდა მიიღოს. ეს არის გათვლებით. აქედან გამომდინარე, ყველა ეს ადამიანი, ვინც დღეს 12 სექტემბერს თუ რომელი რიცხვია, ხო? 12 სექტემბერს არის 48 წლის ზევით, ის აუცილებლად მიიღებს სოციალურ დახმარებას. ის ვერანაირ დაგროვით პენსიას ვერ მიიღებს. რაზეც ბრძანებდა ალბათ ჩემი კოლეგა, ეს არის ხალხის, რომელიც მუშაობენ და არის 48 წლის ქვევით. თუ მათ დღეს დაიწყეს და იმათ აქვს თეორიული შანსი, რაც უფრო ასაკშია უფრო ნაკლებია, რაც უფრო ახალგაზრდა მეტია. აქედან გამომდინარე არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ვპირდებით პენსიონერებს, რომლებიც დღეს არიან ასაკით პენსიონერები, მათ ვერანაირ ვერც ასაკის მიხედვით, ვერც შრომის მიხედვით, ვერც დამსახურების მიხედვით. ეს არის აბსოლუტურად შეუსრულებელი. ბატონი კობა დავითაშვილმა ბევრჯერ დააყენა ეს ინიციატივა და ვერ შესრულდა. ეს შეუსრულებადია. მოქალაქეობაზე ოდნავ მოგვიანებით თავარ მანამდე ბატონი გიგლას და მისი პოლიტიკური ძალის ამ სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მოსაზრებაც მოვისმინოთ. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა გითხრათ კონკრეტული ფაქტები თუ შესაძლებელია, თქვათ, გავიხსენოთ თაწმინდის რაიონიდან, აი მაგალითად ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გრიგოლ რობაქიძის სახლის სახლ-მუზეუმის წინ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა და ჩვენი ჩართულობით, უბნის ჩართულობით, ძალიან დიდი აქტიურობით ეს შეჩერდა. ამას რატომ ვამბობ? ეს არის კლასიკური მაგალითი იმისი, საზოგადოებრივი კონტროლი და თქვათ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თუ პოლიტიკოსი წარმომადგენელი, თუნდაც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არა, როცა განივთდებიან და გაერთიანდებიან სიტყვა საქმისთვის და საქმე სიტყვისთვის, ბევრ შედეგს მიაღწევენ და ამას მე ვამბობ, იმიტომ რომ თუ კი განსაკუთრებულად აწუხებს თაწმინდის რაიონს, ვერას, ოქროყანას შედარებით ნაკლებად, სოლოლაკს მრავალი პრობლემა ერთი არის ის მრავალსართულიანი სახლების გაუსაძლისი მშენებლობა. ამიტომ ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს მორატორიუმი გამოცხადეს უახლოესი წლები ესეთ ისტორიულ უბნებში მშენებლობის და რა თქმა უნდა განვითარდეს ქალაქი. ერთი ქალაქმა ვერ მიიღო საბოლოოდ ისე მთავრდება ციკლი ერთი საარჩევნო რომ გეგმაც კი არ აქვს მე როგორც ვიცი ცდილობს დღევანდელი მერი, მაგრამ რა გამოვა არ ვიცი და ეს გენერალურ გეგმა მაინც უნდა იყოს განვითარების დამტკიცებული, რაც არ არის. რაც შეეხება ახლა პროგრამას, მე შემიძლია სოციალურ პოლიტიკას. რამდენად სწორია ასეთი დაპირებები, შესრულებადია, რეალურია, რა არის გამოსავალი? გამახსენდა ერთი მაპატიეთ ამ რეფერენდუმისთვის რახან დემოკრატიაზე საუბრობს, სულ დემოკრატია ათენის პერიკლეს დროინდელი დემოკრატიიდან მოდის და იქ იყო აგორაზე არჩევნები, ასევე ოღონდ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე მე-5-6 საუკუნეში და ყველა ორატორი გამოდიოდა და ამბობდა ამას ვიზავ და არისტიდე ცნობილი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი იყო და ამ უსმენდა და რაღა თქვა, ყველაფერი თქვა და ბოლოს გაჩერდა და აი ამ მისი სიტყვა რომ მოვიტყვა, აი ამათ რაც თქვეს, მე იმას საქმეთ ვაქცევ. რაღაც ესეთი შტაბეჭდება. ყველა დაპირებას თქვენ საქმე დაგწევთ, ამის თქმა გსურთ. ეხლა მე არ გულისხმობ ჩემს კოლეგებს, მაგრამ საერთოდ რასაც პირდები, ის უნდა განახორციელო. რო განახორციელო, ამისთვის უნდა ქონდეს შესაძლებლობები. შესაძლებლობები რო ქონდეს, უნდა ყავდეს გუნდი. და ჩვენ გვაქვს ის გუნდი უკაცრავად, რომელიც ყოველივე ამას განახორციელებს. სოციალური პროგრამები იქნება ეს, უმწეოთა დახმარებები, პედაგოგები, პენსიები, მე შემიძლია ჩამოვთვალო ეს ყველაფერი და ეს არ არის რაღაცა სასწაული, მაგრამ მე მინდა ვთქვა, თავარი დაპირება კი არ არის, თავარი არის ის, საიდან მოდის ყველაფერი ეს, როგორ განვახორციელებთ, ცალკე კერძო ფონდებით, არა, შემოწირულობებით, არა. ორი გზა არის, ძირითადი. დღევანდელი ბიუჯეტით კი 9 მილიარდამდეა, ხო? თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში 75% დღევანდელი ბიუჯეტის გადანაწილების ნორმალური გადანაწილების. აი აქ არის საპარლამენტო ძალების საჭირო. საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ ყოველ შემთხვევაში სოციალური გვაქვს ჩამოწერილი, განხორციელდეს. პლუს სახელმწიფოებამ უნდა იზრუნოს მოპარული და წაღებული და გადატანილი თანხების მილიარდების დაბრუნებაზე არავინ არ აგზალა ოფშორ ზონებში ჩასვლა, არავინ არ აგზალა საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობა და თუ მაგალითად კი ბატონო, მადლობთ. თუ კი ამის ნებელობა იქნება, მოდი თქვათ ესე არა, ნებელობა იქნება. მაშინ ამის განხორციელება შესაძლებელია და არც ინტერპოლია, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები არის. შვეიცარიის ბანკიც კი გაგიხსნის თავის ანგარიშებს, თუ დაუმტკიცეთ, რომ ის არის ხალხის წაგლეჯვის, სისხლის, ძარცვის საშუალება და ერთი. ცუდია, რომ ამას ხელისუფლება ვერ ანხორციელებს და იმაზე უარესია. მე ყველას არ გულისხმობ, როდესაც ესეთი ადამიანები
დღეს საქართველოში სხედან და აი აქ ახალგაზრდები არიან, ულამაზეს, უჭკვიანესები, არა, მათ თვალწინ ეს ადამიანები მილიონებს ხარჯავენ. გასაგებია, ქალბატონ თამარს სურდა და შემდეგ დარბაზთან უნდა გადავიდეთ, ქალბატონ თამარს სურდა მოქალაქეობასთან დაკავშირებით ქალბატონ მე ესეთი მოქალაქეობის ჩამოთმევა არ ხდება, იმიტომ რომ კონსტიტუციით აკრძალული, მაგრამ მოქალაქეობის დაკარგვა ხდება. მე მაქვს მარტივი შეკითხვა, მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა რომ მიიღო მარტო იმიტომ რომ ოდესის გუბერნატორი გამხდარიყო უკრაინის მოქალაქეობა, მას არ უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მარტივი შეკითხვაა. თან მე ჩვენ არა, მე მინდა პასუხი ამაზე. კი, დაასრულოს ქალბატონმა თამარმა და გასცემს. იმიტომ რომ მე გეთანხმებით რომ მოქალაქეობის საკითხები არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მოქალაქეობის საკითხებს როგორც სიმბოლურ საკითხს ვერ განვიხილავთ ამას, როგორც თქვენ მიიჩნევდით ერთ-ერთ ინტერვიუში, იმიტომ რომ მოქალაქეობა ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი ადამიანის ქვეყანასთან და თუ ის გადაწყვიტავს, ეს არ არის სიტყვები, ეს არის კანონმდებლობა ქალბატონო სალომე რა, ბოდიშ გიხდით. თქვენ სიტყვებს წავიკითხავთ თუ გინდათ. მოქალაქეობა არის ერთ-ერთი სიმბოლური და არავითარ პრივილეგიებთან არ არის დაკავშირებული. თქვენი სიტყვები 2015 წლის 18 თებერვალზე. ხო შეიძლება რომ არ დაგეთანხმოთ, დავასრულებთ და შეგეძლოთ ისაუბროთ. მოქალაქეობა კონსტიტუციით და კანონის თანახმად არის მოქალაქის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ეს არ არის სიმბოლური ურთიერთობა. სახელმწიფო თავის მოქალაქეზე იღებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, თუ მოქალაქე იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ნიშნავს ამ მოქალაქეობის დაკარგვას, ის თავისუფალ არჩევანს აკეთებს და საკუთარი ნებით ამბობს ვარს ამ მოქალაქეობაზე. ეხლა რასაც თქვენ ლაპარაკობთ, მე ვიზიარებ ამ პრობლემას, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არ უნდა ვაიძულოთ მოქალაქეები, რომ დაკარგონ საკუთარი მოქალაქეობა. ხო, როდესაც მიდიან, სამუშაოდ მიდიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აპრიორი იქ რომ მიდიან იმ წამსვე ვერ იღებენ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, ეს ერთი, მეორე, მათ აქვს შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა, მომართონ ხელახლა საქართველოს პრეზიდენტს და ასე შემდეგ. დიახ, მისმენენ მილიონ ნახევარი ადამიანი. გვისმენენ, მაგრამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა მთელმა საქართველოს ცოტა ხნის წინ, რომელიც ასე უაპელაციოდ პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას და ორმაგი მოქალაქეობის მიცემას. ეს თემები არ შეიძლება ესე მარტივად გადავწყვეტოთ, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების თემებთან. დიდი მადლობა. არ შეიძლება ესე იოლად მივიღოთ. ქალბატონ სალომეს სურდა პასუხის გაცემა. კი ბატონო. არა, ქალბატონ სალომეს და შემდეგ დარბაზი გველოდება აუცილებლად. ერთის დამატება მინდოდა უბრალოდ. კი, მოგცემთ საშუალებას, მაშინ ჯერ ქალბატონმა სალომეს. არა, მე მიმაჩნია რომ ეს არის სიმბოლური. კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანა თამარ კორძაია, მიხეილ სააკაშვილის მაგალითი. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო? მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს აქა და უნდა აგებდეს პასუხს სამართლის წინაშე, სასამართლოს წინაშე. არაფერ შუაში არ არის მოქალაქეობასთან. და თუ ჩვენ გვეშინია იმისი, რომ იმან შეინარჩუნოს მოქალაქეობა და ამიტომ ჩამოვა და აქ იყრის კენს თუ რაღაცა ასეთი, მე უფრო მეტი იმედი მაქვს საქართველოს მოსახლეობის, რომ არანაირად ის ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ ის, რომ ერთი ადამიანის გამო, რომელმაც ამდენი უკვე დააშავა ამ ქვეყნისთვის, კიდევ მილიონ ნახევარი იყოს მძევალი იმისი თუ რას გააკეთებს ან არ გააკეთებს სააკაშვილი არის აბსურდი. სოფლიოში, სადაც ეს არის უკვე მიღებული ყველა მოწინავე ქვეყნების მიერ. ჩვენ გვინდა დასავლურობა რაღაცეებში და რაღაცეებში გვეშინია, იმიტომ რომ გვაქვს ეს ძველი მენტალობა, რომ ყველა ვინც არის დაკავშირებული რომელიმე სხვა ქვეყანასთან არის პოტენციალური მოღალატე. საბჭოთა მენტალობა არის ეს და დავივიწყოთ. გადმოვიდეთ 21 საუკუნეში, გავხსნათ კარები, დავაბრუნოთ ის ხალხი, რომელიც უცხოეთში არის წასული, ან ყოველ შემთხვევაში მათ შევიუნარჩუნოთ კავშირი, რომ თუ შეძლებენ მომავალში დაბრუნდნენ როგორც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კაპიტალი ამ ქვეყნის. გასაგები. კი ბატონო, მოდით ჯერ დარბაზს დაამოთმოთ და მერე დაგიბრუნდებით. ჩვენ დარბაზში გვყავს ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კანდიდატს უჭერენ მხარს. თქვენი მხარდამჭერები არიან. ეხლა მინდა მოვისმინოთ თქვენ რას პირდებით ამ მომრჩევას. ეხლა გვინდა მოვისმინოთ, რას ელოდებიან თქვენი მხარდამჭერები კონკრეტულად თქვენგან და რატო გიჭერენ ისინი მხარს. დავიწყოთ თქვენგან. თუ შეიძლება რომ პირველ რიგში გაგვეცანით და შემდეგ რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს ეს რო გითხრათ. მე გახლავართ გია თომაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. დიახ. მხარს უჭერ ბატონ გოკა პრუიზეს. რატომ? ბატონ გოკას ვიცნობ უკვე 36 წელია. ვიცნობ მას როგორც სტუდენტს, შემდგომ როგორც ასპირანტს, შემდგომ როგორც დოქტორანტს, იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
იყო ძალიან კარგი პრაქტიკოსი ქირურგი. შემდგომ ჯანდაცვის ორგანიზატორი და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს წევრი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ჩავმიყალიბდა ძალიან მყარი შეხედულება იმის საუბაზე, რომ კოკა არის პატიოსანი ადამიანი. ანუ თქვენ პიროვნულად უჭერთ ხარს კოკა ფრუიძეს და არა უჭერ პიროვნულად ხარს კოკა ფრუიძეს და პარტიული წარმომადგენლობის მიხედვით რომელ პარტიასაც წარმოადგენთ, კონკრეტულად კოკა ფრუიძეს უჭერთ ხარს. დიახ, კოკა ფრუიძეს უჭერ მხარს და უჭერ მხარს იმ მოსაზრებებს, რომელიც მას წარმოდგენილი აქვს იმ პრობლემების გადასაწყვეტად, და რა არის თავარი, რა პრობლემას გადაწყვეტს, როგორ ფიქრობთ? სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. დიდი მადლობა. კარგით, შემდეგი თუ შეიძლება წარმოგვიდექით და ვის უჭერთ ხარს? ყველას სურაბ ჩიხლაძე. განათლებით ინჟინერი გახლავართ, კერძო სექტორში მოვაწყობ ახლა. გიგლა ბარამიძეს უჭერ ხარს. მეც ასევე პირადი, ესე იგი, ჩემ მეგობარია ჩემი, უბნელია. ნუ ახლა გიგლას რაც შეეხება მისი ბიოგრაფია, ჩვენი რაც ვიცი, ოჯახიშვილი, ჩემო ბატონო. რას ელოდებით გიგლა ბარამიძესგან? იცით რა, ბევრი პრობლემებია ვერაზე და საერთოდ ძველუბანში დაგროვილი. აი თუნდაც იგივე გეტყვით ახლა ესეთ რაღაცას, რომ ესე იგი, აი სულ მოულოდნელად აბსოლუტურად არ ველოდებოდით ჩვენ სახლს ამოუშენეს წინ რაღაც ვებერთელი და მრავალსართულიანი შენობა, მეზობლობა ვერაფერს ვერ გახდა, რა ვიცი, მოვიდნენ 1000 ხალხი მოვიდა იქ იყვნენ ისინი, ვინც ესე იგი პარლამენტიდან იყვნენ, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ. კანონით იყო რაღაცნაირად ის დამტკიცებული ისეთნაირად, რომ არაფერმა არ გაჭრა და ნუ რამდენად მისაღებია ის შენობა, ხა გვაწუხებს. ანუ გაქვთ იმედი, რომ თქვენს მას მიაწვეს პარლამენტს ასეთი რაღაცები არ განმეორდება, ხა იმ შენობაზე აღარაფერი ეშველება, მაგრამ შესაძლოა კიდევ უარესი რაღაცეები მოხდეს. გასაგები. კი ბატონო, დიდი მადლობა. გამარჯობათ, მე ვარ გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, მხარს ვჭერ ქალბატონ თამარ კორძაიას და რესპუბლიკურ პარტიას. ქალბატონ თამარს მრავალი ღირსება აქვს, მე 4-ს ჩამოვთვლი. პირველი ეს არის ადამიანი, რომელიც და პოლიტიკოსი, რომელიც არის ღირებულებების ერთგული. მე შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდი განსაკუთრებული მიგრაცია არის სხვადასხვა პარტიებიდან მართველ პარტიაში. ქალბატონ თამარი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ღირებულებების ერთგულების გამო გადავიდა იმ პარტიაში, რომელსაც თქვათ, შეიძლება არ აქვს ისეთი შანსები მოხდეს პარლამენტში, როგორც თქვათ, მართველ პარტიას, მას შეეძლო გარანტირებულად ყოფილიყო პარტიის ისევ პარლამენტში. დღეს რა თქმა უნდა, ასეთი გარანტიები არ არსებობს. მეორე საკითხი, ეს არის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში იქნება მედიის თავისუფლებაზე მოსაუბრე და ერთ-ერთი აქტიური ხმა. მესამე, ეს არის ადამიანის უფლებები და უმცირესობების უფლებები. ფიქრობ, რომ რესპუბლიკური პარტიას და განსაკუთრებით ქალბატონი თამარი ყოველთვის იყო პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით და მეოთხე, ეს არის ქალი პოლიტიკოსი და ქალები ჩვენ პოლიტიკაში არც თუ ისე ბევრია, ქალბატონი თამარი მე მგონი ერთ-ერთი სტუმარი და შემდეგ უკვე ჩვენს კანდიდატებს უნდა მივჩეთ. მე დღეს აქ წარმოვადგენ ერთ მხარდამჭერს და ერთ ადამიანს, მე დღეს აქ წარმოვადგენ იმ ადამიანების მთელ რიცხვს, რომელიც ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებიან და ეს ადამიანები არიან ქართველი ემიგრანტები. ქართველი ემიგრანტები, კი, რომლის შესახებაც ქალბატონი სალომე საუბრობდა და ისაუბრებს კიდევ მრავალჯერ. ანუ ამ პრინციპით უჭერთ ხარს ქალბატონ სალომეს. ქართველი ემიგრანტები. დიდი მადლობა. ვიდრე ჩვენ ინტერაქტივის შედეგს გამოვაქვეყნებთ და გამოვაცხადებთ, მე მინდა რომ თქვენ თითო-თითო წუთი მოგცეთ იმისთვის, რომ ეხლა თქვენ გიყურებთ თაწმინდის ამორჩეველი. კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომელსაც ჯერ არა აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, რატომ უნდა დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატს მხარი. განუმარტეთ, რატომ უნდა განდონ თქვენ ხმა. თამარ, დავიწყოთ თქვენგან. კარგით, მადლობთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი სამწლიანი გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ შემიძლია ვიყო პრინციპული, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ არ უნდა მოატყო ამორჩეველი და მე არასოდეს არ მომიტყვები ამორჩეველი. ყოველთვის ვიყავი გულწრფელი და როგორი არაპოპულარული პოზიციაც არ უნდა მქონოდა, მე ვიცავდი ამ პოზიციას და დღეს მე ეს სახელი მაქვს. მეორე, იმიტომ რომ მე მივიღე კანონმდებლობა, რომელიც იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებს, ამ წუთასაც მაქვს მიინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მათ ინტეგრაციას უწყობს ხელს და მთაწმინდა არის ყველაზე ცუდად ადაპტირებული გარემო მათთვის. მესამე, იმიტომ რომ ქალები არიან ამ საზოგადოების უმეტესობა და ქალები არიან ძალიან მძიმე დღეში საქართველოში და ეს არის მთავარი და მთავარი არის ასევე ის, რომ მთაწმინდას როგორც სახეს ქართული
თბილისის ისტორიული უბნის ამის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლს მადლობა. კარგით. ქაბუტონ სალომე. იმიტომ რომ მე ვარ მე, იმიტომ რომ მე გავიყვანე რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან და იმიტომ რომ დავამარცხებ ნაციონალურ მოძრაობას პირველივე ტურში მთაწმინდაზე და ეს იქნება მთაწმინდის და საქართველოს ღირსება. დიდი მადლობა, ბატონ გიგლა. ქალბატონ სალომეს აი მეორე თეზასთან დაკავშირებით სამხრეთ საქართველოსში რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით მე ვერ დავეთანხმების არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ რო ჩამოხვედით ქალბატონო ის ბაზები უკვე გაყვანილი იყო. ბატონ გიგლა, ეხლა დებატებში ნუ შევალთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე გთხოვეთ რომ თქვენ მიმართოთ ამ მრჩევლს. და ესეც ითქვას და როგორ და რანაირად რა გრაფიკით და რანაირად და ვინაცილებდა და ვინაკეთებდა, ამაზე მე ვისაუბროთ. სამხრეთ საქართველოს გულისხმობ. მე არა განსაკუთრებულს ესეც ვერ დავპირდებით ძვირფას თაწმიდელებს, პროფესიონალიზმი, პატივისცემა, ღირსება და წესიერება. დიდი მადლობა, ბატონ კოკა. მადლობთ, ესე იგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე და ჩვენი გუნდი ვპირდებით ჩვენ მოსახლეობას მხოლოდ იმას, რისი შეცვლილება შეგვიძლია და ამის ნათელი მაგალითი ერთი ის, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება ვასრულებ იმას, რასაც ვპირდები და ამის გულისთვის ვიყავი კიდევაც დასჯილი, ასე ვთქვათ, და ჩემი გუნდი იყო ზუსტად ის პასუხობ ქალბატონ სალომეს, რომელმაც პირველი გადადგა ნაბიჯი, გამოვიდა კოალიციიდან და არა მარტო ირაკლი ალასანი, არამედ 4 მინისტრი და ბევრი მოგეხსენებათ მიატოვეს ყველაფერი იმისთვის, რომ თავის იდეისთვის და ეს გუნდი არის იდეის გარშემო გაერთიანებული. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ინტერაქტივის შედეგებს ხედავს ჩვენი მაყურებელი. იმ მოქალაქეების უმეტესობა, რომელმაც ჩვენთან დაარეკა და იაქტიურა, ხარ სალომე ზურაბიშვილს უწევს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამა და რეკლამის შემდეგ პაატა ბურჭულაძესთან ერთად დავბრუნდებით.